როცა უყურებ იესოს გზას და მუჰამედის გზას, მუჰამედის რომელიც იყო ძალიან ბევრ ომში, როგორც კი ადარებ მუჰამედს იესოსთან, შენ უკვე აღიარეთ აგება. და გეტყვი როგორ? შენ ადარებ, რასაც შენ გჯერა ღმერთი ადამიანს. იმის მაგერად რომ შეადრო იესო ალლაჰთან, ხოლო ქრისტიანი მაგას აკეთებს. ისინი ადარებენ თავის ღმერთს, იმასთან ვისაც შენ გჯერა უბრალოდ ადამიანია და არ არის ღმერთი. მაგიტომ შენ არ აგჯერა რომ იესო ღმერთია. წინააღმდეგ შემთხვევაში შეადარებდი ალლაჰთან. მაგრამ მაგის მაგერად შენ ადარებ იესოს მუჰამედთან, რომელიც იყო უბრალოდ ადამიანი და არ იყო ღმერთი. ეს პირველი მომენტი. მეორე რაც მინდა თქვა, თუ იძახე შუმოვალი მუჰამედი გააკეთე ეგეთ რაღაცეები. რაც შენ მოიყვანე. ომში მონაწილეობა და ასე შემდეგ. ანუ შენი რწმენით ვინც გააკეთე ეგეთ რაღაცეები არ არის ღმერთის შუმოვალი. ეს არის ჩემი შეკითხვა. არა, მაგის გამო ვერ ვიტყვი რომ არ არის შუმოვალი. რასაც მუსლიმები იძახიან შუმოვალი მუჰამედი არის წინასწარმეტყვი ღმერთის. და ჩვენ მუსლიმებს არ გვიყვარს ამ თემაზე ისე ლაპარაკი თითქოს ეს არის შეჯიბრი ორი შუმოვალის შორის. მიხვდი? თუ ვიღაცა იტყვის მემჯერა რომ შუმოვალი მუჰამედი არის ღმერთის შუმოვალი, ასევე იესო და მოსე, ჩვენ ვიტყვი კარგი, ეგ არის ისლამი. ამიტომ პრობლემაა როცა ადამიანი იძახის რომ მაგის გამო ეს ადამიანი არ არის შუმოვალი. შუმოვალი მუჰამედი თავის ხელით მხოლოდ ერთი ადამიანი მოკლა თავისი ხელებით. რაც ჭანაზერია. და იმ კაცმა თქვა, ან მე მოკვდები დღეს ან მუჰამედი. აი ეგრე თქვა. ამიტომ იმ ადამიანის მიზანი იმ ომში იყო რომ ეპოვა მუჰამედი სადაც არ უნდა ყოფილიყო. შუმოვალი მუჰამედი არ დადიოდა ისე და არ კლავდა ხალხს. უმეტესობა ბრძოლები რომელიც მოხდა. როცა ვიძახე უმეტესობა ეს არის 10-დან 9. უმეტესობა იყო თავდაცვის ომი. შუმოვალი მუჰამედის დროს ჩვენ ახლა კონკრეტულად ვიძახით მარტო მუჰამედზე. შეტევითი ომი არ იყო. ბადრის ბრძოლა, მერე ოჰოდი, მერე აჰზაბ, ხანდაყის ბრძოლა, ყველა ბრძოლა. თავდაცვითი ომი იყო. როგორც მე შენ გითხრა, მაგათ უნდა მუჰამედის მოკლა. როგორც კი მუჰამედმა დატოვა მეკა და გადავიდა მედინაში, მის მოსაკლავად წამოვიდნენ და იყო ბადრის ბრძოლა. 300 ადამიანი იყო მუჰამედთან ერთად. 100 წესიერი იარაღი ჰქონდათ. ურწმუნოებს კი ყავდათ 1000 მებრძოლი. უმაღლესი ხარისხის იარაღით და წააგეს. მაგრამ მაგათ უნდა მისი მოკლა. მე ოჰოდის ბრძოლა და სხვა დანარჩენი ბრძოლები. პირდაპირ მნიშვნელობის შუმოვალი მუჰამედი იცავდა თავის თავს მექასგან და ასევე მტრები იყვნენ მედინაში, რომლებსაც უნდათ მისი განადგურება.